მცირე ასაკიდან დავიწყე მოგონებების შეგროვება, ვხატავდი ესკიზებს, ვკერავდი, რათა განმეცადა მეგრძნო საკუთარი ხმა, გამეღვიძებინათ ჩემში არსებული პატარა, მორცხვი გაბრიელი. შემოგვეთებითი პროცესი პიროვნულმესა და სამყაროსთან მაკავშირებს. ქსოვილზე მუშაობისას სიმშვიდეს ვგრძნობ, თუმცა სამოსის შექმნისას სიამაყესთან ერთად უკმარისობის განცდაც მეუფლება. მუდმივად მჭირდება წარსულისა და მოგონებების გახსენება, რათა საკუთარი თავის რწმენა, თვითყოფადობა შევინარჩუნო. რამდენიმე დღის წინ ბლოგის ჩაწერა დავიწყე. მინდა ჩემი ნამუშევრების მიღმა ჩემი გრძნობები, განცდები აღვიქვა. გავაცნობიერო, რას ვგრძნობ დიზაინის შექმნისას. სამწუხაროდ, მოდის დიზაინი ზოგისთვის მხოლოდ რეკლამის ნაწილია. გონიათ, რომ დიზაინერი სამოს პოპულარობისთვის ქმნის. ჩემთვის სამოსი ინდივიდის შინაგანი სამყაროს გამომხატველია. ძაფის ფერსა და ზომას ბუნება მკარნახობს. უცნაური, უხილავი კავშირი მაქვს მასთან. შინაგანად ვგრძნობ, რა აწუხებს ბუნებას და მის დამშვიდებას სიტყვების ნაცვლად კონტურებითა და ჩრდილებით ვცდილობ. სილუეტს ნელ-ნელა ვქმნი. სილუეტი ბუნებასთან დიალოგის ნაწილია. ხშირად ვსეირნობ სკვერებსა და პარკებში. ვაკვირდები ხალხს, გარემოს, აივნებს, ფანჯარაზე ჩამოკიდებულ ფარდებს, მოხუცების პალტოებს, ბავშვების დაჭმჭმულ მაისურებს და სირბილისას დასშულ ფეხსაცმელებს. მათი დახმარებით ვპოულობ მიღმიერ სამყაროს კარს, ვიგებ მის ისტორიასა და ფიქრებს, აღვიქვამ მის განწყობას, ფორმებს. ჩემი ბლოგიც ამ მოგზაურობას ასახავს. სილუეტის შექმნა ხანგრძლივი პროცესია. მას ჩემი აზრით, შეხედულებებით, ფიქრებით, გამოცდილებით, სურვილებითა და ოცნებებით ვქმნი. გულის სიღრმეში მინდა, რომ ხალხმა ჩემი ნამუშევრები შეიყვაროს, ესკიზებით გაიცნონ ნამდვილი გაბრიელი. გრძნობ, რომ ვინმესთან საუბარი მჭირდება, ჰარმონიას ვეძებ, მაგრამ ვერ პოულობ, ვერ მივახციე სრულყოფილებას. თურმე მხოლოდ მიზნის მიღწევა არ კმარა ბედნიერებისთვის. ადრე COA 3D-ში თავის დამკვიდრებაზე ვოცნებობდი, თუმცა ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, ჰარმონია კი მოჩვენებითი. მარტოობა მდგუნავს. იქნებ თქვენთან ერთად მივაღწიო სულიერ სიმშვიდეს, ერთად შევქმნათ სამყაროს სილუეტი. მცირე ასაკიდან დავიწყე მოგონებების შეგროვება, ვხატავდი ესკიზებს, ვკერავდი, რათა განმეცადა მეგრძნო საკუთარი ხმა, გამეღვიძებინათ ჩემში არსებული პატარა, მორცხვი გაბრიელი. შემოგვეთებითი პროცესი პიროვნულმესა და სამყაროსთან მაკავშირებს. ქსოვილზე მუშაობისას სიმშვიდეს ვგრძნობ, თუმცა სამოსის შექმნისას სიამაყესთან ერთად უკმარისობის განცდაც მეუფლება. მუდმივად მჭირდება წარსულისა და მოგონებების გახსენება, რათა საკუთარი თავის რწმენა, თვითყოფადობა შევინარჩუნო. რამდენიმე დღის წინ ბლოგის ჩაწერა დავიწყე. მინდა ჩემი ნამუშევრების მიღმა ჩემი გრძნობები,